მაინც დაგრჩებათ ისეთი მოცულობა, რაც რამდენიმე საბრძოლო ქობინის დასამზადებლად იქნებოდა საკმარისი. იცით, სად არის დანარჩენი ნაწილი? შეგიძლიათ გვითხრათ? ძირითადად ეს არის ისპაჰანში და გარკვეული რაოდენობა ნათანზიშიც არის, მაგრამ არსებითად ყველაზე დიდი მარაგი ისპაჰანშია. შეგიძლიათ თუ არა პროპორციის შეფასება? გაქვთ რაიმე კონკრეტული დეტალები ამის შესახებ? დიახ, გვაქვს. თუმცა მოდით ასე ვთქვათ. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საკმარისია იმის ცოდნა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ისპაჰანშია, ნაწილი კი სხვაგან. აბსოლუტური უმრავლესობა 70%-ზე მეტი? შესაძლოა ცოტა ნაკლები. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ისპაჰანში ურანის გამდიდრების ახალი მიწისქვეშა ობიექტი აღმოაჩინა. შეგიძლიათ ამის შესახებ გვიამბოთ? თავად ირანმა განაცხადა ამის შესახებ გასულ წელს. მათ დაადასტურეს ახალი ობიექტის არსებობა. ჩვენ კი მაშინვე მოვითხოვეთ იქ დაშვება. ნებართვა მივიღეთ, თუმცა ადგილამდე მისვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან 12 დღიანი ომი დაიწყო. ამიტომ ვერ ვნახეთ რეალურად როგორი ტიპის ობიექტია ეს. უბრალოდ ცარიელი დარბაზი თუ უკვე ცენტრიფუგებითა და კასკადებით აღჭურვილი ადგილი. ასე რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იქაურობის დათვალიერება. მაშ რა მტკიცებულება გაქვთ იმისა, რომ ამ ადგილზე მართლაც არის გამდიდრების ობიექტი? არავითარი. ვგულისხმობ ირანის განცხადებას ობიექტის არსებობის შესახებ და ჩვენს მოთხოვნას. თუმცა ის უკვე წარმოადგენს ინტერესის საგანს. ეხა რანაირადაც ეს ადამიანი ლაპარაკობს, ცოტა რა ირკვევა ზუსტ ინფორმაცია სად რა არის? არ არის. ობიექტების ნაწილზეც კი, რომელიც ბირთვული ობიექტია, საერთოდ ცდომა არ აქვთ და შესაბამისად რა რაოდენობის ურანი არის ჯამში 60%-მდე გამდიდრებული ურანის რა რაოდენობა არის ირანელების ხელში თვითონ ეგ კითხვა არის მნიშვნელოვანი კითხვა და თუ თან მათ უნარჩუნდებათ ობიექტები ცენტრიფუგებით რომლებსაც შეუძლიათ ამ ურანის გამდიდრების პროცესი აწარმოონ და ფაქტია რომ დარჩათ ეგ ინფრასტრუქტურა რო გადასცენ ეგ ურანი და გააგრძელონ რაც საკეთებდნენ აქამდე არაფერი არ იცვლება გადასცენ ოღონდ კაცმა არ იცის რამდენი დაიტოვეს არაფერი არ იცვლება შესაბამისად ეგ ამოცანაც რომ ირანს შანსი აღარ აქვს მომავალში ბირთვული იარაღის წარმოების ეგ ამოცანაც რანაირადაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები ვერ გადაიჭრება მარტო ერთი ვარიანტია მართლა ეხა ამერიკელები და ირანელები რო შეთანხმდნენ რომ ამერიკელი დამკვირვებლები შედიან ირანის ტერიტორიაზე და მაგ ინფრასტრუქტურის დემონტაჟს აკეთებენ აი რა ვიცი პენტაგონიდან რაღაცა თქვენი ხალხი შემოვიდა და ჩვენი ხელი დავლეწავთ ამ აპარატურას და დავმარხავთ და აღარაფერი აღარა გვაქვს ეხა მაგაზე თუ შეთანხმდნენ კი ბატონო მაგის გარდა რამე შეთანხმება სინამდვილეში იმის გარანტიას რომ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ არ ითვალისწინებს და მაგას ავხდი რატო ნახევარი წლის წინ ამერიკელებმა ეგრეთ თქვეს რომ აღარ აქვთ მაგათ ბირთვული შესაძლებლობები, ხო? ნახევარი წლის წინ ამერიკელებმა დარტყმები რომ განახორციელოს, ტრამპი გამოვიდა და მორჩა ჩათვალე წლები ეგენი ვეღარ აღადგენენ. ნახევარი წელი გავიდა, ისევ მაგაზე მიდის ვაჭრობა, ხო? ანუ ეგ ხო ცოტა იმას აჩვენებს, რომ ამ მეთოდებით მაგ პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება. ხო და ეხლა სინამდვილეში რა მობენტში ვართ, რომ ავხსნათ, მოდი ორ ინფორმაციას წაგიკითხავთ. ერთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სრუტეკი გავაღეთო. აი ხა ბოლო დაწერები რაც არის, იმას ვკითხულობ, სრუტეკი გავაღეთ, მაგრამ ჩვენი ბლოკადა ირანის მიმართ დარჩუნდებაო, ერთი ეგ თქვა. და ირანის მხარემ განაცხადა, ეს არის ესე თქვათ ირანის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა, რომ კომერციულ გემებს უფლება აქვთ ეს სრუტე გაიარონ, თუ გადაიხდიან გადასახადს. ანუ ის გადასახადი, რაც ირანმა დააწესა ჰორმუზის სრუტეზე, ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებიდან გამომდინარე ნარჩუნდება, რომ კი რა გაიაროს ტანკერებმა, ფულს გადაიხდით, გაივლით. ანუ პრაქტიკულად ირანმაც ის თქვა, რომ სრუტეკი გავხსენით, მაგრამ ჩვენი ბლოკადა ნარჩუნდება. ხო. ნუ როგორ არის, ბლოკადა არ არის, просто ფული გადაიხადეთ, თორე ჩაგძირავთ, მაგრამ ბლოკადა არ არის და ნუ ტრამპას თქვა, რომ სრუტე ღია, მაგრამ ჩვენი ბლოკადა ნარჩუნდება.
ვინმე თუ ვერ გაიგეთ, დიპლომატია დღეს ესე გამოიყურება. ხო, მან დოღონდ სავარაუდოდ ან ორივე მხარე ცდილობს საკუთარი პოზიციები უფრო ძლიერად წარმოაჩინოს, ან კიდე მართლა ტრამპს უნდა გამოეცხადებინა სრუტე გავხსენი, მეორე მხარეც ამაზე ჯერ კიდევ ვაჭრობა მიმდინარეობს ამ თემაზე. ანუ ირანი ართმობს შეიძლება გადასახადს იმ სრუტის და მეორე მხარე რაღაც გამოცხადება უნდა სრუტე გავხსენით რაღაც პროგრესი მივახციეთ, ოღონდ სინამდვილეში მაგაზე მე კი გძელდება, მაგრამ აი იმაზე მინდა დავაზუსტო ბირთვულ მარაგზე. მთელი პრობლემა რაში მართლა შეიძლება შეთანხმება მიიღწეს იქამდე მივიდეს რომ აი დაუშვეთ შევალდა 450 კილო გაგატარდა და მონიტორინგზეც. იმიტომ რომ ამერიკული მხარე მაგას მოითხოვს, იმიტომ რომ მონიტორინგის გარეშე მართლა რა აზრი აქვს შეთანხმებას, მაგას ყველა იკითხავს აგერ მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ის კი არა იმათ რამდენი აქვთ მასალა. ან რა საერთოდ აი ქარხანა რო არის რომელიც აწარმოებს, იქ რა ხდება, აზზე არა. რა მიწისქვეშა ობიექტზე ჩვენ ვერ შევედით. ხო, ანუ რამდენი აქვს ქარხანა არ ვიცით სად არის და თან ის რაღაცა ობიექტი ვიცით, იმიტომ რომ ირანმა თქვა რომ აქ ობიექტი მაქვს. რაღაცაზე რაც ირანს არ უთქვია არაფერი, ის საერთოდ არ იცი. ამიტომ იგულისხმება რომ ალბათ იმის გარეშე რომ ამერიკა მონიტორინგს ვერ მიაღწევს, ნუ ნიშნავს რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე არ აქვს არანაირი კონტროლი. მონიტორინგის მექანიზმი არ აქვს. მაგრამ რომც მიაღწიო მონიტორინგამდე და ამერიკა წესით მაგას უნდა ითხოვდეს, ეგ რაღაც აუცილებელი პირობაა, რა ვიცი. გიჟები უნდა იყვნენ რომ მაგას არ ითხოვდნენ. პირდაპირ წაგებად რო არ ჩაითვალოს, აუცილებელი პირობა არის რომ შენ მონიტორინგის უფლებას მიაღწიო. მან რჩება მეორე კითხვა. თუ ბირთვული იარაღის კონტროლის სამსახურმა ისიც კი არის ის სადღაც ქარხანა არის თუ არა, თუ ირანმა თვითონ აქვს და ირანმა სადაც თქვა რომ აქ ქარხანა, იქაც ვერ ხვდება მართლა ქარხანა თუ რა არის. მაშინ ხომ მას მით უმეტეს არ ეცოდინება 450 კილო აქ ირანს თუ 850 ან რაღაცა 570 კილო. არავინ ეგ რაოდენობაც ცნობილია მხოლოდ ირანის სიტყვებით. ამიტომ შეთანხმების მიღწევა რომ 450 კილო გამოვიტანე არ ნიშნავს ირანის ბირთვული შესაძლებლობების გარანტირებულ გამორიცხვას. მათ შეიძლება რა გითხრეს მაგდენი სავაჭრო რაოდენობა დადეს და რაღაცა ორი იმდენი კიდე აქვს, ხო? და თუ ირანს შეუნარჩუნა 60%-მდე გამდიდრებული ურანი რაღაც რაოდენობა შენ ნაწილი გაგატანა, ეგ ნიშნავს რომ მას შეიძლება რამდენიმე წლით რაღაცა ზავს მიაღწია, რაღაცაზე მოგლაპარაკა, ოღონდ სულ რაღაც ორ თვეში ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო მასალა შერჩა. ამიტომ ცოტა ჩიხური მდგომარეობა მაგიტოა ამ ვითარებაში. სხვათა შორის აი ამ მოლაპარაკებებში ცალსახად რა ჩანს, იცი? აი ირანის სინამდვილეში ირანის ხელშია ახლა ინიციატივა და რა კუთხით გულისხმობ. საერთოდ სუსტი მხარე, რომელიც თავდაცვის მდგომარეობაშია, იმას აწყობს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. ხო, ვინც სუსტია, ცეცხლის შეწყვეტა იმას აწყობს, ხო, იმიტომ რომ ის არის თავდასხმის ქვეშ და ის იცავს თავს. ამ რეალობაში ეხლა ირანი პირველ რიგში ცხადია სუფთა სამხედრო კუთხით ის დარწმუნებული ვარ დანაკარგებს ივსებს იმ დაბომბილ ობიექტების რეაბილიტაციას ექსპლუატაციას აკეთებს დანაკარგებს და ასე შემდეგ რაც ყობრიდან გამოვიდა იმის შევსებას ანუ დარწმუნებული ვარ ხე ირანი გულხელდაკრეფილი არზის ანუ ემზადება მეორე რაუნდისთვის თუ მოხდება რისი ალბათობა დაბალია მე ყოველ შემთხვევაში არ ვარაუდობ ხა კлау საბრძოლო მოქმედებების განახლებას, მაგრამ ნუ ცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკა მაინც იმ თავის ძირითად ბირთვს იმ თვითმფრინავების ფლოტის ადგილზე ტოვებს, ანუ იმ ბერკეტს, სამხედრო ბერკეტს მაინც მოლაპარაკებების ფონზე იტოვებს, მაგრამ თავის მხრივ ირანიც ემზადება, ხო? ეს ერთი საკითხი, რაც ეხება უშუალოდ სამხედრო საკითხს.
მეორე საკითხი არის აი სუფთა პოლიტიკური საკითხი, ხო? აი საბრძოლო მოქმედებების განახლება პოლიტიკური კუთხით ვისთვის არის ახლა უფრო რთული? ამერიკისთვის თუ ირანისთვის? ცალსახად და სრუტე რო ისე ჩაიკეტოს ვისთვის არის ეგ უფრო ეგ პრობლემა. ხალხი ეკონომიკური დარგია და ფინანსები და სოფლიო კრიზისი და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. ეს ცალკე კიდევ ამ ვერსიას პატარად ჩამატებას გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო აძლიერებს. ეხა კრიზისი არის საავიაციო საწვავზე თელ რიგ ქვეყნებში, რაღაც 2 კვირის სამყოფი მარაგები დარჩათ და ბევრი ავია რეისი პრობლემდება მაგის გამო. ხო, ანუ ეგ ცალკე ჰორმუზის კიდე სრუტის ერთი ჩაკეტვის არგუმენტია. ეხა ნელ-ნელა იწყება ის ეფექტი, რაც მაგან გამოიწვია. აი სუფთა პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ. აი რომელი მხარისთვის არის ახლა საკმაოდ არაპოპულარული ძნელი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მოდი კვლავ საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეთ. არის აი საკუთარი პარტიის ნაწილი რო აუჯანყდა ალბათ მაგ პოლიტიკოს. ანუ შეერთებული შტატებისთვის, კერძოდ დონალდ ტრამპისთვის, ეხლა კვლავ საბრძოლო მოქმედებების განახლება არის ბევრად უფრო რთული ნაბიჯი, იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია ტექნიკურად. ტექნიკურად ბირთვული იარაღის გამოყენებაც შეუძლია კაცო ამერიკას. ტექნიკურად შეუძლია, რავი, მილიონი ჯარისკაცი გადასხას ირანის ტერიტორიაზე და მთლიანად ირანი აიღოს. მაგრამ ერთია, რაც შენ ტექნიკურად შეგიძლია თეორიულად და მეორეა პრაქტიკაში რამდენად გააქვს ამის შესაძლებლობა, რომ გამოიყენო.